მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მინდა დაგლოცოთ ღმერთმა დაგლოცოს საქართველო და მშვიდობა მისცეს ქართველებს, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ერი გადავარჩინოთ, ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალი თაობები გადავარჩინოთ და შევქმნათ ქართული, ეროვნული, მართლმადიდებლური, მრავალეროვანი, თავისუფალი და ერთიანი სახელმწიფო საქართველო. ჩემი საავტორო გადაცემა სახალხო სასამართლო დაგიბრუნდათ და როგორც ყოველთვის მოგახსენებთ, რომ პირველი რიგის საკითხები რაც იყო, რომ ჩვენ ნახეთ უკვე თითქმის 25 დღეა მიმდინარე ქვეყნის ჯანჯღარისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მე როგორც მოგეხსენებათ, ვერავინ დამწამებს იმას, რომ რომელიმე მხარის მიმართ არ ვიყავი ობიექტური, იმიტომ რომ ყველა მხარის მიმართ აქეთ მხარეს იქნება ეს გადამტრიალებლები და ყაჩაღები, ბანდიტები, რომლებიც რეალურად უცხო ქვეყნის აგენტურა არის, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალებას და კანონიერი ხელისუფლების დამხობას მეორედ აპირებს, ამ ხელისუფლებას გაყალბებისა არაფერი ეთყობა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი სისულელეა ვინმე გააყალბოს 300,000 ხმა, ეს იურიდიულ პრაქტიკაში რამდენადაც არ უნდა მოინდომოს რომელიმე მხარემ, შეუძლებელია ამის გაკეთება და თან შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ის აპარატურა, ტექნოლოგია, რომელშიც ეს ყველაფერი ელექტრონულად მიმდინარეობდა, ამის საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ელექტრონული მთვლელი, რომელიც ინტერნეტზე არ არის შეერთებული და მე შევისწავლე ეს საკითხი, ელექტრონული მთვლელი მონაცემებს აღრიცხავს ზუსტად და სწორად. ასე რომ ეს რაც ახლა ბოლო 20-25 დღეა საქართველოში მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ხალხის ცდილობა საქართველოში მოახდინონ უკვე მეორედ სახელმწიფო გადატრიალება. პირველი სახელმწიფო გადატრიალება არაერთხელ მოგიყევით იარაღის ძალის გამოყენებით მოაწყო ამერიკის, ევროპისა და რუსეთის შეთანხმებულმა ბანდფორმირებებმა, რომლებთანაც სამივე მხარე ერთად იყო გარიგებული და ზუსტად ახლა ხანს ვსაუბრობდით მაგაზე, რომ ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ერთგულად გადაკოჩნა და გადაეხვია საქართველოში ყველაზე დიდ კრიმინალს, კანონიერ ქურდს, რეციდივისტს ჯაბა იოსელიანს. წარმოგიდგენიათ თქვენ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული შუქურა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჯაბა იოსელიანს გადაკოცნის და მას რომ შეხვედრაზე დაუჯდება რა დონის სახელმწიფო, როგორი დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება იყო სვიად-გამსახურდიას გადატრიალება, სვიად-გამსახურდიას ხელისუფლების და ეხლაც იგივეს აპირებენ, ოღონდ ეხლა იმ განსხვავებით, რომ მადლობა ღმერთს რუსეთს ეხლა არ აწყობს იარაღის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მადლობა უფალს გადავრჩით იარაღით და ძალის გამოყენებით გადატრიალებისგან. თუმცა არც ნაკლები არ ვნახეთ, რაც რუსთაველზე იყო. არის მეორე ძირითადი პრობლემა, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც თავის თავს თვლის პრეზიდენტად და არ აპირებს პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას. აქ არის ერთი უცნაურობა და ეს უცნაურობა აუცილებლად უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები რეალურად არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და თვლიან, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ იმართებოდა, ასე რომ ვთქვათ, მათი მოსაზრებით იგივე პროცესები მიმდინარეობდა 2016 წელსაც, იგივე პროცესები მიმდინარეობდა 2020 წელსაც. თუ მაშინაც არალეგიტიმური იყო და პარლამენტში არ შესულან, როგორც გახსოვთ, მათ მიერ ძალათი მოყვანილი და ხათრით არჩეული
ხათრით და ხვეწნამუდარით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი როგორ გამოდის ლეგიტიმური ის ხომ ბიძინა ივანიშვილმა აგვარჩევინა ხათრით და ხომ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთ ანუ პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილი ავირჩიეთ სალომე ზურაბიშვილის სახით და რა გამოდის რომ ესე იგი თუ ქართული ოცნების ხელისუფლებას ოპოზიცია არალეგიტიმურად თulis არალეგიტიმური ხელისუფლება თუ არის არალეგიტიმურია პრეზიდენტიც ასე რომ შევდივართ რაღაც უცნაურ სისულელეში და ამ სისულელეს ერთი ეგრეთ წოდებული მიზანი აქვს ყველას ერთი მიზანი აქვს ამ შემთხვევაში ეს კალბატონი მე დავარქვი ესე იგი აი ცოცხლზე შემჯდარი ჯადოქარი ეს ცოცხლზე შემჯდარი ჯადოქარი დარბის არისვენებს და აღარ იცით რომ საფრანგეთში ბრძანდებოდა მიიღო ახალი დავალებები ქვეყნის არევისა და აღარ გამოაცხადა რომ 29-მდე თუ არჩევნებს არ დანიშნავთ მე აღარ გავმაგრდები ორბელიანების სასახლეში და ნუ ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთხელ მივეცი რჩევა და კიდევ ერთ რჩევას მივცემ რომ რასაც ახლა ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ჯერჯერობით პრეზიდენტი 29-მდე ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცება და ეს რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი აკეთებს ეს არის სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაში მონაწილეობა ანუ ორივე მათგანი წარმოადგენს ძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს რაც თვალნათლივ ნიშნავს იმას რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური ანუ კანონიერი უფლება რომ როგორღაც კანონიერად მოაშოროს ანუ სამართლებრივად მოაშოროს ეს ქალი ორბელიანების სასახლეს რომ როგორღაც ერთი ფთა მაინც ამ არევისა და გადატრიალების ერთი ფთა მაინც მოგშორდეს დანარჩენებსაც მოიშოროთ თვითშეწევნით და დამშვიდდება ქვეყანა და დალაგდება მაგრამ ეს ერთი ფთა უკვე კანონიერად მოსაშორებელია მე კანონიერი ფორმით სამართლებრივი ფორმით არაერთხელ დავეხმარე ქართული ოცნების ხელისუფლებას თუმცა საჯაროდ ვაცხადებ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არც ჩემგან და არც იმ ადამიანებისგან ვინც 2012 წელს ვიბრძოდით ქართული ოცნების მოსაყვანად დახმარებას არ იმსახურებს მაგრამ ამ შემთხვევაში მე ქართულ ოცნებას კი არ ვეხმარები მე ვეხმარები ქვეყანას ვეხმარები ჩემს სამშობლოს საქართველოს რომ ამ ეშმაკებმა კიდევ ერთხელ არ დააქციონ საქართველოს და კიდევ ერთი 50 წლით არ დაგვწიონ უკან ეს არის რეალობა ამ რეალობას ვერავინ გაერწევა და მე გავაგრძელებ ჩემს წინა გადაცემებში თქვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაცნობას და გაგაცნობთ რეალურად ვინ არიან ის ადამიანები ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვინც ქვეყანას ურევენ და რეალურად რა ფინანსურ რესურსებს ფლობენ ესენი და ფინანსური რესურსების შესახებ რომ გამოძიება იქნას დაწყებული და გამოძიებული იქნას რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამხელა ფულს როგორ ქაჩავენ უცხოეთიდან ამასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განცხადება უკვე შეტანილი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აი აქ არსებულ დოკუმენტებსაც დღეს ხვალ დავამუშავებ და წერილობით დავუმატებ იმ შეტანილ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რჩება მხოლოდ ერთი რამ შეისწავლოს აქ არსებული და ჩემს მიერ წარდგენილი 200 ფურცლის იურიდიული საკითხები თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ორგანიზაციები როგორ ქაჩავენ უცხოეთიდან ფულს მე ეს ფული როგორ იყრის თავს ერთ ყულაბაში და როგორ ხდება მე ქვეყნის არენა ეს ამრევები რომ დაქირავებულები არიან ამაში ორი აზრი არ არის იმიტომ რომ ყველაზე დიდ ამრევს და ქვეყნის დამაქცევას მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ განცხადება ჰქონდა გაკეთებული სოციალურ ქსელში რომ ამდენი ხალხი რო ჩამოიყვანეთო ამათი ისე გაშვება როგორ შეიძლება რომ რევოლუცია არ მოახდინოთო ანუ მიხეილ სააკაშვილი ისევ ჯანზეა გასაკვირია ქართული ოცნების ხელისუფლება მას ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვივამეთში რატო ინახავს კაცი არის მაგარ ჯანზე სახელმწიფო გადატრიალებას ხელმძღვანელობს იქიდან
და რა არის კაცო ეს კაცი კამოა ჯერჟინსკია ვინო ხერია რაო ხერია რაობედრება არის მოაშორეთ იმ სასტუმროდან კაცო და მიაბძანეთ სადაც მაგისი ადგილი არის მაგისთვის ციხეში ადგილი მაგის მეტი რა და დაასვენეთ ეს ქვეყანა ამ არეულდარეულობას მოაშორეთ მიშა იქიდან თუმცა ფული საიდან მოდის ახლა აგერ კიდევ ერთხელ მოგიყვებით და დავიწყებ ყველაზე ერთ-ერთი ცნობილი ამრევით კაპიტანი გიგაური ანუ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ეს ქალბატონი ხშირად ჩანს ტელევიზიით ხშირად აკეთებს მკვეთრ და საშინელ განცხადებებს პირდაპირ არის ეს ქალბატონი სახელმწიფო გადატრიელებაში მოდაწილე პირი ანუ პირდაპირ აწყობს ამ ყველაფერს და აკეთებს მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ კაპიტანი გიგაური არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყავს სხვა დამფუძნებლები ეს ქალი მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორია და აი ეს დამფუძნებლები არიან შიო ხეცურიანი, სოფიო ფანჯიკიძე, ანდრო დგებუაძე, ნინო ჩაჩუა, ირინე კვახაძე და ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე არის შიო ხეცურიანი. არაფერს არ გვეუბნება ეს სახელი და გვარი, მაგრამ თუ გავყვებით ამ ორგანიზაციის დამფუძნებლების მიერ დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციებს მივხვდებით რომ უფრო მნიშვნელოვან რაღაცასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, შიო ხეცურიანის დაფუძნებულია ჯანსაღი განათლებისა და ახალი თაობის არასამეწარმეო, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, დამფუძნებელი ხეცურიანი, მდივანი, კვერნაძე, შანიძე, ცინცაძე, გიორგაძე და შენ ხარ ჩემი ბატონი, აი კიდევ ერთი უცხოური მონაწილეობით ხშირად გესმით, რომ ნორვეგიის მხარემ დააფინანსა საქართველოში რაღაცა ხელისუფლების საწინააღმდეგო მოქმედებები საპარლამენტო არჩევნების დროს და ასე შემდეგ. ასეთი ერთ-ერთი ნორვეგიის მიერ დაფუძნებულია ამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაწილე პირების მიერ საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო პალატა, რომელიც ხელმძღვანელიც და წევრებიც არიან ხელმძღვანელი თავმჯდომარე არის ნორვეგიელი რონი სოლბერგი, თამარ მურცხვალაძე, ენდრიუ სელა ამერიკელი და სოფიო ჯაფარიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. არასამთავრობო ორგანიზაცია არის ასევე შენ ხარ ჩემი ბატონი, რომელიც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და არის ირინე კვახაძე ერთ-ერთი დამფუძნებელი. არის კიდევ არასამთავრობო ორგანიზაცია ჰარვარდის ასოციაცია საქართველოში, მერი გაბაშვილი, გიორგაძე, ლორთქიფანიძე, ნიორაძე, გერგედავა და ერთ-ერთი დამფუძნებელიც ისევ არის შენ ხარ ჩემი ბატონი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამფუძნებელი, მაგრამ ამ ყველაფერმა ერთ უცნაურობამდე მიგვიყვანა. ესე იგი, ამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაფუძნებული არის ძალიან უცნაური ორგანიზაციები, რომელსაც სავარაუდოდ დიდი ფული აქვთ ნაშოვი და აი ეს ორგანიზაციები არის შპს არქი რინოვო, რომლის დამფუძნებელი არის არქი ინვესტმენტი და დირექტორი არის ეს შიო ხეცურიანი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ასე რომ ვთქვათ, თავმჯდომარე, ანუ შიო ხეცურიანმა იმხელა ფული იშოვა, რომ მოგეხსენებათ არქი რამხელა კომპანია არის და რამხელა ფულს შოულობს და ამ არქის ფულის შოვნაში სავარაუდოდ სხვა პირებიც უნდა იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ არ დავასახელებ სახელდაგვარს, იმიტომ რომ არქი ამ შენებლობებს თბილისში აშენებს და რამხელა ფული კეთდება მოგეხსენებათ. არის არქი ფიტნესი, ანუ კლუბი არქისა, სპორტული კლუბი, რომლის დამფუძნებლებიც არიან ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ივლიანე წულაია და მენი ბენიში და მარინე კოდუა, იმ კოდუას და წარმოგიდგენიათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი სამმართველოს უფროსი და
კოდუას და არის სავარაუდოდ მილიონერი და ისრაელის მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან მომდინარეობს. ყველაზე გასაკვირი ამაში რაც არის, ახლა რასაც მოგახსენებ. გინ დაიჯერეთ და გინ არა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამფუძნებელი და თავმჯდომარე შიო ხეცურიანი არის პროფესიონალი საკალათბურთო კლუბის თბილისის დინამოს დამფუძნებელი და 25%-ის მფლობელი, მაგრამ აქ ყველაზე გასაკვირი არის, რომ მისი 75%-ის მფლობელი არის ცნობილი სიამაყე ქართული კალათბურთის ზაზა ფაჩულია. ანუ შეხედეთ, რომ აღმოვაჩენთ ჩვენ, რომ სპორტსმენები თურმე აქციის მხარდამჭერები ყოფილან და კალათბურთელები და ფეხბურთელები ამის ახსნაც შესაძლებელია, იმიტომ რომ საკალათბურთო კლუბის თბილისის დინამოს 75%-ის მფლობელი არის ფაჩულია და 25%-ის მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარე შიო ხეცურიანი. შიო ხეცურიანის დაფუძნებელია შპს სინეპო, შიო ხეცურიანის დაფუძნებელია შპს ლებაკო, შიო ხეცურიანის დაფუძნებელია შენხარ ჩემი ბატონი ბათუმის იახტ კლუბი, ანუ მარტო თბილისში რამხელა ქონება ქონია და ეს ყველაფერი ამ კაცს ეკუთვნის. შიო ხეცურიანის დაფუძნებულია ნავიტასი, რომელიც არის შენხარ ჩემი ბატონი ერთ-ერთი აი ამ კატერების შემომყვანი ფირმა საქართველოში და ამათი დაფუძნებულია ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობის შპს დარტი, რომლის ერთ-ერთი მოწილე არის ასევე საზღვარგარეთელი და მათივე დაფუძნებულია კლუბი კრევოს. ეს კლუბი მოგეხსენებათ, რანაირი კლუბი იქნება, წარმოიდგინეთ თქვენა. ანუ რეალურად ჩვენ მივიღეთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმოჩნდა ისეთივე პირამიდა, ფინანსური პირამიდა, რომელსაც ასე გაშლილი ფორმით სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით შემოაქვს საზღვარგარეთიდან დიდი ფული და ეს ფული, როგორც ჩანს, კარგად არის გადანაწილებული და ამით ურევენ შენხარ ჩემი ბატონი ქვეყანას. აქ არის კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მოგეხსენებათ, სამართლიანი არჩევნები იცით რაც არის, მაგალითად არსებობს სამართლიან არჩევნებთან არასამთავრობოსთან არსებული სხვა არასამთავრობო ლეგიტიმური და სამართლიანი არჩევნები. ბიჩინაშვილი, ციმაკურიძე, ჩხაიძე. სამართლიანი არჩევნები ცალკე სამოქალაქო ინიციატივა სამართლიანი არჩევნები გაბიტაშვილი, რაზმიაშვილი, ახალაშვილი, ბღარაშვილი. აი ეს გაბიტაშვილი აღმოჩნდა გენერალური პროკურორი სალალი ბიძაშვილი. ანუ აი ეხლა რომ გენერალური პროკურორი გვყავს, მისი ალალი ბიძაშვილი თეიმურაზ გაბიტაშვილი არის ჩართული ქვეყნის არევაში. მოძებნეთ ბატონებო, მოძებნეთ. მე ჩემ ბიძაშვილზე და ჩემ ოჯახის წევრებზე ვილაპარაკე, იმიტომ რომ მე არ დაგებრალებინათ, რომ თავისაზე არ ამბობსო და აგერ გენერალური პროკურორის ბიძაშვილი ვიპოვე, რომელსაც ქვეყნის არევაში სავარაუდოდ მონაწილეობს. არის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ცნობილი ნინო დოლიძე, რომელიც ასევე ხშირად ჩანს ტელევიზიით და ურევს ქვეყანას. მისი დამფუძნებელები არიან კეჭაყმაძე, სიმონიშვილი, მეტრეველი, გოგოსაშვილი, თურმანიძე, აფრაზიძე, ღოღობერიძე. ხატია ღოღობერიძე, ლანა ღოღობერიძის ოჯახის წევრია. ნუ მეტყვით, მე არ არიან ნაციონალებიო და არ არიან ქვეყნის დამაქცევრებიო, შენხარ ჩემი ბატონი. სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი წევრი არის დავით მეფარიძე. აი მომღერალ მეფარიძის ძმა. ასე რომ გავყვებით ახლა ვიპოვე რუსუდან ფეტვიაშვილის ოჯახის წევრი მაია ფეტვიაშვილი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი. ახლა არ მითხრათ არ არიან ნაციონალებიო, იმიტომ რომ აგერ არის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება არის
თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მოიპოვოთ, იმიტომ რომ ეს დოკუმენტები საჯაროა, ასე ჩემო ბატონო. ეხლა მოგახსენებთ ტელევიზიები როგორ არის შენ ხარ ჩემი ბატონი ამათ მიერ შექმნილი და აგერ ვიპოვეს შენ ხარ ჩემი ბატონი ერთ-ერთი მამალი ნაციონალი რომელიც იყო გიორგი ხაჩიძე და გიორგი ხაჩიძეს აქვს შენ ხარ ჩემი ბატონი დაიწერეთ წუთით აი წუთში გიპოვეთ გიორგი ხაჩიძეს აქვს გირჩი TV მამალი ნაციონალი გიორგი ხაჩიძე გირჩი TV დამფუძნებელი თვითონ გიორგი ხაჩიძე 90% ირაკლი მეტრეველი არის ესევე კიდევ სხვა გირჩი 999 ესენი ის ხალხია რომელიც ასე ალაგ-ალაგ დადიან და პლანს აბოლებენ და მაგარი ხალხი გონიათ თავიანთი თავი და ამით ურევენ თავს ახალგაზრდებს არსებობს გირჩი ფეი იმედა კლდიაშვილი 100%-იანი წილის მფლობელი არსებობს გირჩი 2016 ზაურ ფანოზიშვილი არსებობს შეპესე გირჩი კვინიკაძე ანუ ეს გირჩები როგორც სხვა გირჩი მაგალითად ყველაზე მთავარი გირჩი ვინც არის შენ ხარ ჩემი ბატონის ზურა გირჩი კაცმან გირჩი დაიწყო სახელად ჯაფარიძე აი ეს არის იმათი შვილობილი გირჩები და ახლა მივადექით თავარ სათქმელს რამდენადაც არ უნდა დაიჯეროთ და არ დაიჯეროთ ამ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობაში და ქვეყნის არევაში მონაწილეობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რომ ვინმე ეჭვი არ შეეპაროს რომ ესენი არიან ამაში მონაწილე პირები წაგიკითხავთ რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მიხედვით გავყვები და რომელი თავმჯდომარეც იყო ვინ ებრძვის ეხლა ქართულ ოცნებას დავიწყოთ ჯერ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჯერ ხელმძღვანელობდა დავით უსუფაშვილი, მერე თინა ხიდაშელი. ეს ყველაზე მთავარი, ასე რომ ვთქვათ, ცოტა უხეში ფორმით ყინულმჭრელები, რომლებმაც გაასჭრეს ხოდი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და იქიდან დაფინანსების წამოღება დაიწყეს და ამ ყინულმჭრელებს მერე მიემატნენ სხვა პირები, ერთ-ერთი ასეთი პირი, რომელიც მაშინ აგერ ამონაწერის მიხედვით თამარ ხიდაშელი, რომელიც მაშინ ებრძოდა ქართულ ოცნებას, შენ ხარ ჩემი ბატონი და გამგეობის წევრები იყვნენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და ასე შემდეგ და მათ შორის ნინო ლომჯარია, აი ეს ხალხი, თამარა ხიდაშელი ქართული ოცნების ხელისუფლებამ თინა ხიდაშელი რო თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, თამარა ხიდაშელი მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანეს 2015 წელს საგარეჯოში, როდესაც მე ვიყრიდი როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი კენც, არც ერთი პარტიიდან არ ვიყრიდი, მარტო ვიყრიდი კენც და ეს ქალი დაგვასვეს თავზე. ახლა ეს ქალი ქართულ ოცნებას ებრძვის. შემდეგი თავმჯდომარე შენ ხარ ჩემი ბატონი, შემდეგი თავმჯდომარე თამარა ჩუგოშვილი, გამგეობის წევრები თამარ ხიდაშელი და შენ ხარ ჩემი ბატონი ერთ-ერთი გამგეობის წევრი იყო კახა ყოჟორიძე და ნინო ლომჯარია შენ ხარ ჩემი ბატონი და ახლა მიშას გამორჩეული ქალბატონი და მიშას ერთ-ერთი მაგარი მხარდამჭერი სოფიო ჯაფარიძე. თამარა ჩუგოშვილი როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ქართულ ოცნებას ებრძოდა როგორც 2010 წელს, ასევე 2011 წელს აგერ ამონაწერის მიხედვით, ასევე 2012 წელს ამონაწერის მიხედვით, ეს ადამიანი, რომელიც ქართულ ოცნებას პირდაპირ ებრძოდა, 2016 წელს პარლამენტში შეიყვანა ქართულმა ოცნებამ, თამარა ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ახლა ეს ქალი ებრძვის ქართულ ოცნებას. აი ეს არის რეალობა. შემდეგი თავმჯდომარე კახა ყოჟორიძე. კახა ყოჟორიძე რო იყო თავმჯდომარე, იმ დროს აქ გამგეობაში შედიოდნენ ნინო ბაქაკური, ნინო ლომჯარია და გიორგი მშვენიერაძე. ის
LGBT აქტივისტი მშვენიერაძე რომელიც არის აი რა საზოგადოება ხშირად ხედავს ესე იგი კოჟორიძე იყო თავმჯდომარე ბაქაქური და გიორგი მშვენიერაძე ნინო ლომჯარია და ეკატერინე გასიტაშვილი რატო გაუშვი ხაზი ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებამ ნინო გვენეტაძის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეება დაამტკიცა და ახლა უადო მოსამართლეები არიან გიორგი მშვენიერაძე ცნობილი LGBT აქტივისტია და ნინო ლომჯარია ქართული ოცნების ხელისუფლებამ მერე სახალხო დამცველად წარმოგვიდგინა და მხარი დაუჭირა კახა კოჟორიძე იცით რომ აგერ იმასთან არის ლელოშია ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძესთან და აგერ ეს კაცი ებრძვის ქართულ ოცნებას და აგერ არის ყველა ამონაწერი რომელშიც ესე იყო კოჟორიძე დაჟე 2014 წელსაც ასე იყო და 2014 წლის ბოლომდე ყველაფერი იყო ისე რომ ისინი ებრძოდნენ მაშინაც ქართულ ოცნებას შენ ხარ ჩემი ბატონი შემდეგი თავმჯდომარე სიმონიშვილი რომელიც ერთი პატარა სუსტი ბიჭი რომელიც ხშირად ჩანს შავი ბიჭი რომელიც ხშირად ჩანს ტელევიზიით ეს კაციც იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ეს კაციც ებრძვის ეხლა ქართულ ოცნებას და ებრძოდა მაშინაც ქართულ ოცნებას და ღიად ებრძვისახლაც და სულხან სალაძე შენ ხარ ჩემი ბატონი რომელიც შემდეგ იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და სიმონიშვილი აგერ და ნინო ლომჯარია გითხარით უკვე და აგერ შენ ხარ ჩემი ბატონი სიმონიშვილის ამბები მოგახსენეთ რომ როგორ ებრძვიან ესენი ახლაც იგივეს შენ ხარ ჩემი ბატონი შემდეგ მოდის აი ეს ეხლანდელი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე და ნონა ქურდოვანიძე რო არის თავმჯდომარე რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ქურდოვანიძის მოადგილე არის თამარა ონიანი არის აი ეს დიტუჩევიანი გიორგიონიანი რო არის იმის ოჯახის წევრი და სულხან სალაძე აგერ შენ ხარ ჩემი ბატონი ყოფილი თავმჯდომარე რომელიც მაშინაც ებრძოდა ქართულ ოცნებას და ახლაც ებრძვის ქართულ ოცნებას აი ეს არის რეალობა რაც წარმოგიდგინეთ და დარჩა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კიდევ ერთი ძალიან მყარი მტკიცებულება რომელიც არ წარმომიდგენია თქვენთვის რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რეალურად ნაციონალების მხარდამჭერია ეს დასტურდება ერთი საინტერესო დოკუმენტით წარმოგიდგენთ კიდევ ერთ დოკუმენტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს შვილობილი კომპანია საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელი იურისტთა ასოციაცია მე არ მაქვს რა თქმა უნდა არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანელებთან აზერბაიჯანელები ჩემი მეგობრები არიან ბევრი კარგი ღირსეული ადამიანი აზერბაიჯანის ვიცნობ შრომობენ ისინი საქართველოს კეთილდღეობისთვის შრომობენ ჩვენი ქვეყნისთვის შრომობენ და მათთან რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს არც არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო იურისტებთან ანუ აზერბაიჯანელი იურისტებთან იმიტომ რომ აზერბაიჯანელი იურისტები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის წევრები არიან და მათაც რა თქმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში მაგრამ ეს ორგანიზაცია არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანია საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელი იურისტთა ასოციაცია რომლის დამფუძნებლები და თავმჯდომარე არიან ნაციონალები სამირა ისმაილოვა რაუფ ზეინალოვი რუსტამ ჯაფაროვი აზერ ომაროვი უგარ აბდულაევი ამათგან 4 მამალი ნაციონალია და სამირა ისმაილოვა კიდე ლიუბიმჩიკი ყველაზე მაგარი მიშას მხარდამჭერი სამირა ისმაილოვა ნაციონალი თუ ვინმე მეტყვის რომ ეს ხალხი არ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარეს და არ იბრძვიან ქართული ოცნების ხელისუფლების დასამხობად მაშინ ბოდის მოვიხდი თუ არა და აი ეს არის მტკიცებულებები რომელსაც
გაგაცანით უკვე, იცით ეს არის რა არის რეალობა, როგორი რეალობა არის და ეს ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 200 ფურცლის სახით უკვე წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ეს ხალხი ფარულად ისე რომ არ გახდეს საჯაროდ ცნობილი რას საქმიანობენ, უცხოეთიდან ღებულობენ ძალიან დიდი რაოდენობის დაფინანსებას და ამ დაფინანსებას ანაწილებენ ესე რომ დაიფანტოს ფულის კვალი და შემდეგ ეს ყველაფერი თავს იყრის ისევ ერთ ჯამში, იმიტომ რომ მათი დაფუძნებულია ყველა ეს ორგანიზაცია და ეს ერთ ჯამში თავმოყრილი დიდი რაოდენობის ფული გამოიყენება ქვეყნის დასამხობად, ასარევად და ხელისუფლების ჩამოსაგდებად. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე არ გამოვირჩევი ქართული ოცნების დამცველად, ქართულ ოცნებას უამრავი ნაკლი აქვს, უამრავი შეცდომა დაუშვა 2012 წლიდან ქართული ოცნების ხელისუფლებამ, მაგრამ ამ შემთხვევაში რასთანაც გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და კიდევ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ამონაწერები უკვე წარმოადგინე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ესენი ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ იბრძვიან მარტო. ესენი იბრძვიან ქართული იდენტობის, საქართველოს ეკლესიის და მართლმადიდებლური სარწმუნოების, ჩვენი დიდი ღირსეული პატრიარქის და ჩვენი რწმენის წინააღმდეგ იბრძვიან და ამათ უნდათ რომ მოშალონ ქართული წესტრადიცია და დაამკვიდრონ საქართველოში LGBT დღის წესრიგი და ფაშისტური მიმდინარეობა, სხვისი აზრის მიუღებლობა და საშინელება, რომელიც ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ წინა 9 წელიწადი ქართული ოცნების მოსვლამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვინმეს რო არ გაუკვირდეს, აი ეს რაც მოგახსენეთ, ესეც ქართული ოცნების ბრალია. ეს არის ქართული ოცნების ბრალი. ახლა ვიღაცა მეტყვის, შეკაიდეთ მამაშვილო, თუ ეხმარები ქართულ ოცნებას, აბა რატო ვარი ქართული ოცნების ბრალი? დიახ ბატონებო, მე ვეხმარები ქვეყანას, საქართველოს, რომ ამ ვირთხებმა არ დაამხონ და არ დაგმართონ რამე უბედურება და არ გაიმეორონ 92 წელი. მაგრამ ეს ქართული ოცნების ბრალია, იმიტომ რომ ამათი არსებობისა და დაფინანსების შესახებ ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წელშიც იცოდა 13-ში, 14-ში, 15-ში, 16-ში, 17-ში, 18-ში, 19-ში, 20-ში, 21-ში, 22-ში და სანამ მათი დამხობა არ გადაწყვიტეს ამათმა და სანამ ამერიკამ ახლანდელმა ადმინისტრაციამ ხარს უსმევ, ამერიკის ახლანდელმა ადმინისტრაციამ ჯერჯერობით ბაიდენის ადმინისტრაციამ და სანამ ევროპის ლიბერალურმა საზოგადოებამ პირდაპირ არ გამოაცხადა საჯაროდ, რომ ჩვენ 130 მილიონი უნდა მივცეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ხელისუფლება დაამხონოთ, მაგრამ ქართული ოცნება არზე ვერ მოვიდა. არ მოვიდა არზე. და აი ესენი, ეს ხალხი, მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებში კი არ არიან. აქ ჩამოთვლილი ადამიანების უმეტესობა გადანაწილებულია სასწავლო დაწესებულებებში. ისინი არიან ილიას უნივერსიტეტში. ისინი არიან იულია ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში, ჯიპაში და კიდევ ამას წინათ ამოვიღე იმასაც მერე ახალწლის მერე ღმერთმა მშვიდობიანად დაგვიყენოს ქრისტეშობა, ახალწლის მერე გაგაცნობთ იმასაც 15 სასწავლო დაწესებულება არის საქართველოში, სადაც აი ეს ხალხი არიან პროფესორ მასწავლებლები და ეს ხალხი, რომლებიც ახალგაზრდობას ასწავლიან მთლიანად არა ქართულ, არა მართლმადიდებლურ, ქართველი ერის საწინააღმდეგო ღირებულებებს, აი იმიტომ არის ეს ყველაფერი ქართული ოცნების ბრალი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავის დროზე არ ალაგმა და რომ არ ალაგმა, ქართული ანდაზისა არ იყოს, პაპის ნაჭამმა, ტყემალმა, შვილიშვილს კბილი მოჰკვეთა. აი ახლა იმიტომ ვართ ამ დღეში. ასე რომ ძალიან ცოტა დრო რჩება. ნუ სადღაც ერთი თვეც არ არის დარჩენილი
ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და ქართული ოცნების ხელისუფლებას პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებ. ეს განცხადებები თქვილა კი არ შემაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სასწრაფოდ იმოქმედეთ, სასწრაფოდ მიეცით ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება, სასწრაფოდ დააყენეთ სამართლებრივი შედეგი, რომ ამათი ჩანაფიქრი თქვენც იცით და მთელმა საქართველომ, რომ ამათი ჩანაფიქრი არის, რომ როგორღაც მოასწრონ ტრამპის ინაუგურაციამდე საქართველოში რაღაც საშინელების მოხდენა და რაღაც საშინელების ჩადენა. ალაგმეთ ეს ხალხი, მიუჩინეთ თავიანთი ადგილი, სანამ ქვეყანას დაგამხობდნენ თავზე. თორემ თქვენ რა გენაღლებათ, რა თქვენ გაასწრებთ და ჩვენ უნდა გაგვიხდეს კიდევ ჩვენ ვართ ის ძალა, ქართველი ერი და ბევრი ჩემი მეგობარი, რომელმაც ჩვენ კისერზე ვიტვირთეთ ის უბედურება და ჩვენ გადავიტანეთ ის უბედურება, რაც მიხეილ სააკაშვილი იყო. ის რეჟიმი და უბედურება ჩვენ გადავიტანეთ. თქვენ ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება მაშინაც თბილად იყავით მოყუჩებული კაბინეტებში და მაშინაც თბილად იყავით მოყუჩებული და არაფერს არ აკეთებდით. ჩვენი გაკეთებულია ის ყველაფერი და ახლაც პირდაპირ და საჯაროდ გეუბნებით. მოაშორეთ ეს ხალხი საქართველოს. მიუჩინეთ ამათ თავიანთი ადგილი, სანამ საქართველოს დაამხობდნენ და დააქცევდნენ. თორემ შემდეგ უკვე თუ მართლა ჩვენი დასაცავი დღეს თქვენ ბრძანდებით ხელისუფლებაში და თქვენი გასაკეთებელია ეს. მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ღმერთმა დაიფაროს საქართველო და მართლა ჩვენი დასაცავი გახდა ისევ საქართველო, მერე უკვე თქვენს გახდებით ჩვენი დასაცავი. ჩვენი დასაცავი. ამიტომ საზოგადოებას მიმართავ, რომ ეს არის სიმართლე, რაც მოგახსენეთ, ეს არის სრული სიმართლე. სიმართლის მოსმენა არის ძალიან მწარე, მაგრამ სიმართლეს ვერსად ვერ გავექცევით. გასაკეთებელია ეს საქმე და ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი საქმე. მინდა ვისურვოთ კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგი და ყველაფერი სასიკეთო და დაგლოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად ბრძანდებოდეთ.